ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ეს შეხვედრა ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო, ამბობს გია ჩანტურიას უშუალო თანაშემწე, რომლის ხელები 30 წლის შემდეგაც კი ძრცის ამ მოგონებებზე საუბრისას. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? რატომ ამბობს ის, რომ შევარდნაძესთან თანამშრომლობა თავიდანვე იყო განწირული? რა მოხდა იმ საიდუმლო შეხვედრებზე ორ პოლიტიკოსს შორის, რომლებიც ოფიციალურად არასოდეს არ დაფიქსირებულა? ამ საღამოს სამი ყოფილი უშიშროების თანამშრომელი პირველად საუბრობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით გია ჩანტურიას ბოლო თვეების შესახებ. როდესაც ეროვნული მოძრაობის ლიდერი გადაწყვეტს, რომ ყოფილ კომუნისტურ ბოსთან დაუკავშირდეს, ის არ იცის, რომ ხელს აწერს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს. მაგრამ რატომ? რა აიძულებდა ჩანტურიას, ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, რომ ენდო შევარდნაძეს, კაცს, რომელიც ამ სისტემის სიმბოლო იყო? 1990-იან წლებში საქართველო იყო ქაოსში. ქვეყანა, რომელიც ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა, იხრჩობოდა სამოქალაქო ომში, ეკონომიკური კოლაფსში და პოლიტიკურ ანარქიაში. ქუჩებში ელექტროობა არ იყო, ხალხი ყინავდა ზამთარში, ხოლო სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები ებრძოდნენ ერთმანეთს ხელისუფლებისთვის. სწორედ ამ ქაოსში 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე ბრუნდება საქართველოში. არა როგორც უბრალო პოლიტიკოსი, არამედ როგორც კაცი, რომელსაც საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდა, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. დასავლეთი მას უყურებდა როგორც სტაბილურობის გარანტს. მაგრამ გია ჩანტურია, ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერი, იცნობდა შევარდნაძეს სხვა მხრიდან. ის იცოდა, რომ ეს კაცი იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, კაცი, რომელიც ხელმძღვანელობდა რეპრესიებს დისიდენტების წინააღმდეგ, კაცი, რომელიც ემსახურებოდა სისტემას, რომლის წინააღმდეგაც ჩანტურია მთელი ცხოვრება იბრძოდა. მაშინ რატომ გადაწყვიტა ჩანტურიამ, რომ შევარდნაძესთან ითანამშრომლოს? ამ კითხვაზე პასუხი იწყება 1992 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველო ჩაძირული იყო სრულ ქაოსში. სვიად გამსახურდიას მთავრობა დამხობილი იყო, ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, აფხაზეთში კონფლიქტი ესკალაციას განიცდიდა. ჩანტურია ხედავდა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა სტაბილურობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ის ფიქრობდა, რომ შეძლებდა შევარდნაძის გამოყენებას როგორც დროებით ფიგურას, რომელიც დაამშვიდებდა ქვეყანას, შემდეგ კი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდებოდა. მაგრამ ეს იყო ფატალური შეცდომა. ჩანტურია არ იცოდა, რომ შევარდნაძეს ჰქონდა სრულიად სხვა გეგმები. გეგმები, რომლებიც არ ითვალისწინებდა ძლიერ ეროვნულ ლიდერებს გვერდით. პირველი საიდუმლო შეხვედრა ჩანტურიასა და შევარდნაძეს შორის მოხდა 1992 წლის მარტში. ოფიციალურად ეს შეხვედრა არსად არ არის დაფიქსირებული. არ არსებობს ოფიციალური ოქმები, არ არის ფოტოები, არ არის ჟურნალისტები. მაგრამ ორი ადამიანი იყო იმ ოთახში, ჩანტურიას მცველი და შევარდნაძის თანაშემწე. ორივე მათგანი დღეს ცოცხალია და ორივე ინარჩუნებს სრულ სიჩუმეს ამ შეხვედრის დეტალების შესახებ. რატომ? რას ესაუბრნენ ორი პოლიტიკოსი იმ დახურულ ოთახში? რა შეთანხმებები იქნა მიღწეული? და რატომ უნდა დარჩენილიყო ეს საიდუმლოებად? ჩანტურიას ახლობელი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას სჯეროდა, რომ შეძლებდა შევარდნაძის კონტროლს. ის ფიქრობდა, რომ მისი პარტია, ეროვნული დემოკრატიული პარტია, იქნებოდა საკმარისად ძლიერი, რომ დაეწესებინა წესები ახალ ხელისუფლებაში. მაგრამ ჩანტურია არ ითვალისწინებდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, შევარდნაძეს ჰქონდა კავშირები, რომლებიც ჩანტურიას არასოდეს ექნებოდა. შევარდნაძე არ იყო უბრალო პოლიტიკოსი. ის იყო კაცი, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში ჰქონდა კავშირები კუბში, საბჭოთა სამხედრო დაზვერვაში, მოსკოვის ხელისუფლების უმაღლეს წრეებში. როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში, ეს კავშირები არ გაწყდა? პირიქით, ისინი გახდა მისი ძირითადი ძალა. ჩანტურია კი იყო იდეალისტი, კაცი, რომელიც სწამდა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეროვნული ღირსების. ის არ ესმოდა, რომ პოლიტიკა ამ დონეზე არ იყო იდეების ბრძოლა, არამედ ძალის, კავშირების და საიდუმლო შეთანხმებების თამაში. როდესაც ჩანტურია შევარდნაძესთან ითანამშრომლობდა, ის ფიქრობდა, რომ აშენებდა ახალ საქართველოს. მაგრამ სინამდვილეში ის შედიოდა ხაფანგში, საიდანაც გამოსვლა აღარ იქნებოდა შესაძლებელი. 1992 წლის გაზაფხულზე საქართველოს პოლიტიკური სცენა იყო განსაკუთრებით დაძაბული. სამოქალაქო ომი თბილისში დასრულდა, მაგრამ ქვეყანა კვლავ იყო ფრაგმენტირებული.
აფხაზეთში სიტუაცია უარესდებოდა, სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი გრძელდებოდა, ხოლო თბილისში სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები ებრძოდნენ ერთმანეთს გავლენისთვის. სწორედ ამ პერიოდში შევარდნაძე იწყებს კონსოლიდაციას. ის ქმნის სახელმწიფო საბჭოს, სადაც ჩანტურიას პარტიასაც აქვს წარმომადგენლობა. ზედაპირულად ეს გამოიყურება როგორც კოალიცია, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გაერთიანება ქვეყნის გადასარჩენად. მაგრამ რეალობა იყო სრულიად განსხვავებული. შევარდნაძე იყენებდა ამ კოალიციას როგორც ფასადს, რომლის მიღმაც აშენებდა საკუთარ ძალაუფლების სტრუქტურას. ჩანტურია იწყებს შეშფოთებას 1992 წლის ზაფხულში. მისი თანამშრომლები იხსენებენ, რომ ის ხდებოდა უფრო და უფრო ნერვიული, უფრო და უფრო ეჭვიანი. ის ხედავდა, რომ შევარდნაძე ნელ-ნელა აკონცენტრირებდა ძალაუფლებას საკუთარ ხელში. ის ნიშნავდა ადამიანებს გასაღებ პოზიციებზე, ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები ყოფილ ბგ-სთან, ყოფილ საბჭოთა სტრუქტურებთან. ჩანტურია ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ის იყო მარტო. სხვა პოლიტიკური ლიდერები ან უკვე იყვნენ შევარდნაძესთან შეთანხმებული, ან ეშინოდათ მისი. ჩანტურია კი არ ეშინოდა. ის აგრძელებდა საჯაროდ კრიტიკას, აგრძელებდა მოთხოვნას რეალური დემოკრატიული რეფორმებისა. და სწორედ ეს გახდა მისი ფატალური შეცდომა. 1992 წლის შემოდგომაზე ჩანტურიას ახლობელი ადამიანები იწყებენ გაფრთხილებას. მისი მცველები ამბობენ, რომ ისინი ხედავენ უცნობ მანქანებს, რომლებიც აკვირდებიან ჩანტურიას სახლს. მისი პარტიის წევრები იღებენ ანონიმურ მუქარებს. ჩანტურიას თვითონ ეუბნებიან, რომ უნდა იყოს ფრთხილი, რომ არ უნდა ენდოს ყველას. მაგრამ ჩანტურია არ ისმენს. ის სჯერა, რომ სიმართლე იცავს მას, რომ ხალხის მხარდაჭერა იცავს მას. ის არ ესმის, რომ იმ სამყაროში, სადაც ის ცხოვრობს, სიმართლე და ხალხის მხარდაჭერა არ არის საკმარისი. იმ სამყაროში, სადაც შევარდნაძე მოქმედებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ძალას, კავშირებს და საიდუმლო შეთანხმებებს. 1992 წლის დეკემბერში ჩანტურია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ის გადაწყვეტს, რომ საჯაროდ გამოვიდეს შევარდნაძის წინააღმდეგ. არა უბრალო კრიტიკით, არამედ კონკრეტული ბრალდებებით. ის აპირებს გამოაქვეყნოს დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ შევარდნაძე ინარჩუნებს კავშირებს მოსკოვთან, რომ ის იყენებს ყოფილ ბგ-ს აგენტებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ ის არ აპირებს რეალური დემოკრატიის აშენებას საქართველოში. ჩანტურიას თანამშრომლები ცდილობენ მის შეჩერებას. ისინი ეუბნებიან, რომ ეს არის საშიშო, რომ ეს შეიძლება დაუჯდეს ძვირად. მაგრამ ჩანტურია არ ისმენს. ის სჯერა, რომ ხალხს უნდა იცოდეს სიმართლე. ის არ იცის, რომ ამ გადაწყვეტილებით ის ხელს აწერს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს. 1993 წლის იანვარში ჩანტურია იწყებს საჯარო გამოსვლებს. ის საუბრობს მიტინგებზე, იძლევა ინტერვიუებს, აქვეყნებს სტატიებს. ის ამ ხელს შევარდნაძის კავშირებს ყოფილ საბჭოთა სტრუქტურებთან, ის საუბრობს კორუფციაზე, ის მოითხოვს რეალურ რეფორმებს. მისი პოპულარობა იზრდება. ხალხი იწყებს მის მოსმენას, იწყებს მისი მხარდაჭერას. და სწორედ ეს ხდება მისი ყველაზე დიდი საფრთხე. შევარდნაძე ხედავს, რომ ჩანტურია ხდება რეალური საფრთხე მისი ძალაუფლებისთვის. ის ხედავს, რომ თუ ჩანტურია გააგრძელებს, თუ მისი პოპულარობა კიდევ გაიზრდება, მაშინ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ხალხი აირჩევს ჩანტურიას და არა შევარდნაძეს. და ეს არის რაღაც, რასაც შევარდნაძე არ შეიძლება დაუშვას. რა ხდება, როდესაც ეროვნული ლიდერი ხდება ძალიან პოპულარული? რა ხდება, როდესაც ის იწყებს ისეთი სიმართლის თქმას, რომელიც საფრთხეს უქმნის ძალაუფლებაში მყოფებს? რა ხდება, როდესაც კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა თავისუფლებისთვის, აღმოჩნდება ხაფანგში, საიდანაც გამოსვლა აღარ არის შესაძლებელი? ჩანტურიას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იდეალიზმი გახდეს ფატალური სისუსტე. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი შეცდომა, გადაწყვეტილება ითანამშრომლო კაცთან, რომელსაც არასოდეს უნდა ენდო, გახდეს სასიკვდილო განაჩენი. 1993 წლის გაზაფხულზე ჩანტურიას გარშემო ვითარება ხდება უფრო და უფრო დაძაბული. მისი მცველები აცნობებენ, რომ თვალთვალი ინტენსიფიცირდა. უცნობი მანქანები მიჰყვებიან მას ყველგან. მისი ტელეფონები, როგორც ჩანს, მოსმენილია. მისი ახლობელი თანამშრომლები იღებენ მუქარებს. ჩანტურიას ოჯახი შეშფოთებულია. მისი მეუღლე ევედრება, რომ შეწყვიტოს საჯარო გამოსვლები, რომ დატოვოს პოლიტიკა, რომ გადავიდეს საზღვარგარეთ. მაგრამ ჩანტურია უარს ამბობს. ის ამბობს, რომ არ შეიძლება გაქცევა, რომ ხალხს სჭირდება ის, რომ საქართველოს სჭირდება ის.
ის არ ესმის, რომ ზოგჯერ გმირობა და სიბრძნე არის ორი განსხვავებული რამ. 1983 წლის ზაფხულში ხდება რამდენიმე ინციდენტი, რომელიც უნდა ყოფილიყო გაფრთხილება. ჩანტურიას მანქანას ესროლეს უცნობი პირები, მაგრამ ის გადარჩა. მისი ოფისი გაძარცვეს, მაგრამ არაფერი წაიღეს, მხოლოდ დოკუმენტები გადაშალეს. მისი ერთ-ერთი ახლობელი თანამშრომელი ცემეს ქუჩაში და გააფრთხილეს, რომ უთხრას ჩანტურიას, რომ შეწყვიტოს. მაგრამ ჩანტურია არ წყვეტს. ის აგრძელებს საჯარო გამოსვლებს, აგრძელებს შევარდნაძის კრიტიკას, აგრძელებს დოკუმენტების გამოქვეყნებას. ის სჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ის არ იცის, რომ იმ სამყაროში, სადაც ის ცხოვრობს, სიმართლე ხშირად კვდება პირველი. 1983 წლის შემოდგომაზე ჩანტურია იღებს ინფორმაციას, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ერთ-ერთი მისი წყარო უშიშროების სტრუქტურებში აცნობებს, რომ არსებობს გეგმა მის მოსაკლავად. არა უბრალო მუქარა, არამედ კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებით, კონკრეტული ადამიანებით. ჩანტურია ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას. ის მიმართავს სხვა წყაროებს, ის ცდილობს გაარკვიოს, ვინ დგას ამ გეგმის უკან. და ის აღმოაჩენს რაღაც, რაც აშოკებს მას. გეგმა არ მოდის ქვემოდან, არ მოდის რაიმე მარგინალური ჯგუფიდან. ის მოდის ზემოდან, ძალიან ზემოდან. ის მოდის იქიდან, სადაც ჩანტურია არასოდეს ფიქრობდა, რომ მოვიდოდა. ჩანტურია გადაწყვეტს, რომ საჯაროდ გამოაცხადოს ეს ინფორმაცია. მისი თანამშრომლები ევედრებიან, რომ არ გააკეთოს ეს. ისინი ეუბნებიან, რომ ეს იქნება მისი ბოლო საჯარო გამოსვლა. მაგრამ ჩანტურია არ ისმენს. ის გადაწყვეტს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ხდება რაღაც საშინელი, რომ ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომლებიც მზად არიან მოკლან საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. ის გეგმავს დიდ პრესკონფერენციას, სადაც გამოაქვეყნებს ყველა დოკუმენტს, ყველა მტკიცებულებას. ის გეგმავს დაასახელოს სახელები, დაასახელოს თარიღები, დაასახელოს ადგილები. მაგრამ ეს პრესკონფერენცია არასოდეს მოხდება. 1983 წლის დეკემბრის 9 ჩანტურია ტოვებს თბილისს და მიემგზავრება დასავლეთ საქართველოში. ის აპირებს შეხვედრებს თავის მხარდამჭერებთან, აპირებს მიტინგებს. მისი მცველები ევედრებიან, რომ არ წავიდეს, რომ ეს არის ძალიან საშიშო. მაგრამ ჩანტურია ამბობს, რომ არ შეიძლება შიშის ცხოვრება, რომ არ შეიძლება დანებება. ის ემშვიდობება ოჯახს და მიდის. ეს არის ბოლო ჯერ, როდესაც მისი ოჯახი ხედავს მას ცოცხალს. რამდენიმე დღის შემდეგ, დეკემბრის 12-ს ჩანტურიას მანქანას ესროლეს ახალციხესა და ბორჯომს შორის გზაზე. ის კვდება ადგილზევე. მისი მძღოლი და მცველი ასევე კვდებიან. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ეს იყო ყაჩაღური თავდასხმა. მაგრამ არავინ არ სჯერა ამ ვერსიას. რატომ მოკლეს გია ჩანტურია? ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან? და რატომ 30 წლის შემდეგაც კი ეს საქმე რჩება ამოუხსნელი? ეს არის კითხვები, რომლებზეც საქართველო კვლავ ეძებს პასუხებს. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ჩანტურიას გადაწყვეტილება ითანამშრომლოს შევარდნაძესთან იყო მისი ფატალური შეცდომა. ის ფიქრობდა, რომ შეძლებდა ამ კაცის გამოყენებას ქვეყნის სასარგებლოდ. ის არ იცოდა, რომ შევარდნაძე იყო კაცი, რომელიც არასოდეს არ იყენებოდა, ის თვითონ იყენებდა სხვებს. ჩანტურია ფიქრობდა, რომ პოლიტიკა არის იდეების ბრძოლა. ის არ იცოდა, რომ იმ დონეზე, სადაც შევარდნაძე მოქმედებდა, პოლიტიკა იყო სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი. 1983 წლის დეკემბრის 12-ის შემდეგ საქართველო იყო შოკში. გია ჩანტურიას მკვლელობამ გააჩინა ისეთი ტალღა საზოგადოებაში, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მოითხოვდნენ გამოძიებას, მოითხოვდნენ სიმართლეს. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ეს სიმართლე არასოდეს გახდებოდა ცნობილი. ოფიციალური გამოძიება დაიწყო, მაგრამ ის თავიდანვე იყო კომპრომეტირებული. გამომძიებლები, რომლებიც დაინიშნენ საქმეზე, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი კავშირები ჰქონდათ უშიშროების სტრუქტურებთან, იმავე სტრუქტურებთან, რომლებიც, ბევრი ადამიანის აზრით, იდგნენ მკვლელობის უკან. როგორ შეიძლებოდა მოლოდინი ობიექტური გამოძიებისა, როდესაც გამომძიებლები თვითონ იყვნენ ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც უნდა გამოძიებულიყო? პირველი ოფიციალური ვერსია იყო ყაჩაღური თავდასხმა. გამომძიებლები ამბობდნენ, რომ ჩანტურიას მანქანას შეუტიეს უბრალო ყაჩაღები, რომლებიც ეძებდნენ ფულს და ფასეულობებს. მაგრამ ეს ვერსია არ ჰქონდა არანაირი აზრი. პირველ რიგში ჩანტურიას მანქანა იყო ცნობილი, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერის მანქანა.
მეორე, თავდასხმა მოხდა დღის საათებში, ძალიან ხილულ ადგილას. მესამე, თავდამსხმელებმა გამოიყენეს სამხედრო იარაღი და პროფესიონალური ტაქტიკა, ეს არ იყო უბრალო ყაჩაღების მუშაობა. მეოთხე, და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, თავდამსხმელებმა არაფერი წაიღეს. არც ფული, არც დოკუმენტები, არც პირადი ნივთები. ისინი უბრალოდ მოკლეს ჩანტურია და მისი თანმხლები პირები და გაქრნენ. ეს იყო არა ძარცვა, არამედ ეგზეკუცია. ჩანტურიას ოჯახი და მისი პარტიის წევრები დაუყოვნებლივ დაიწყეს საკუთარი გამოძიება. ისინი ცდილობდნენ მოეძიებნათ მოწმეები, ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყო იმ გზაზე იმ დღეს, ვინ ხედავდა რამეს. და ისინი აღმოაჩინეს რამდენიმე საინტერესო დეტალი. პირველი, რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი ამბობდა, რომ ხედავდა უცნობ მანქანებს, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე ტრიალებდნენ იმ რაიონში. მეორე, ერთმა მოწმემ თქვა, რომ ხედავდა, როგორ გაჩერდა ორი მანქანა გზის გასწვრივ რამდენიმე საათით ადრე, თითქოს რაღაცას ელოდნენ. მესამე, ადგილობრივმა პოლიციელმა, რომელიც იყო პირველი ადგილზე, თქვა, რომ თავდამსხმელებმა გამოიყენეს სამხედრო იარაღი, რომელიც ჩვეულებრივ ყაჩაღებს არ ექნებოდათ. მაგრამ ყველა ეს მოწმე მალე შეცვალა ჩვენება, ან უბრალოდ გაჩუნდა. რატომ? რას ემუქრებოდნენ ისინი? და ვინ ემუქრებოდა მათ? 1984 წლის დასაწყისში გამოძიება ოფიციალურად დაიხურა. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ვერ იპოვეს დამნაშავეები, რომ საქმე რჩება ამოუხსნელად. ჩანტურიას ოჯახი და მხარდამჭერები პროტესტობდნენ, მოითხოვდნენ საქმის ხელახალ გახსნას, მაგრამ უშედეგოდ. ხელისუფლება ამბობდა, რომ გააკეთეს ყველაფერი შესაძლებელი, მაგრამ უბრალოდ არ იყო საკმარისი მტკიცებულება. მაგრამ სინამდვილეში ყველა მიცოდა რა ხდებოდა. საქმე დაიხურა არა იმიტომ, რომ არ იყო მტკიცებულება, არამედ იმიტომ, რომ ეს მტკიცებულება მიუთითებდა იმ ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ ძალიან ძლიერები, ძალიან კარგად დაცულები. საქმე დაიხურა, რადგან სიმართლე იყო ძალიან საშიშო. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ვინ იდგა ჩანტურიას მკვლელობის უკან? წლების განმავლობაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს იყო შევარდნაძის პირდაპირი ბრძანება. სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო უშიშროების სტრუქტურების ინიციატივა, რომლებიც მოქმედებდნენ დამოუკიდებლად. კიდევ სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია, რომლებსაც სურდათ საქართველოში სტაბილურობის დარღვევა. მაგრამ ყველა ეს ვერსია ჰქონდა ერთ საერთო ელემენტს, ყველა მათგანი მიუთითებდა იმაზე, რომ ჩანტურიას მკვლელობა არ იყო უბრალო კრიმინალური აქტი. ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, კარგად დაგეგმილი და პროფესიონალურად შესრულებული. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვერსია მოვიდა ყოფილი უშიშროების თანამშრომლისგან, რომელიც 1990-იან წლებში მუშაობდა შევარდნაძის უშიშროების სამსახურში. ეს ადამიანი, რომელიც ითხოვს ანონიმურობას, ამბობს, რომ ჩანტურიას მკვლელობა იყო ნაწილი უფრო დიდი ოპერაციისა. ოპერაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა ყველა პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოფხვრას შევარდნაძის ხელისუფლებისთვის. ამ ოპერაციას ჰქონდა კოდური სახელი, ჰქონდა კონკრეტული სია ადამიანებისა, რომლებიც უნდა აღმოფხვრილიყვნენ. ჩანტურია იყო პირველი ამ სიაში, მაგრამ არა ერთადერთი. ეს ადამიანი ამბობს, რომ ოპერაცია დაგეგმილი იყო 1993 წლის შემოდგომაზე და რომ მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. მაგრამ ამ ადამიანს არ აქვს მტკიცებულება, არ აქვს დოკუმენტები. ის ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი განადგურდა ოპერაციის დასრულების შემდეგ. ის ამბობს, რომ ყველა, ვინც იცოდა სიმართლე, ან მოკლეს, ან აიძულეს დაჩუმებულიყვნენ. შეიძლება ვენდოთ ამ ადამიანს. შეიძლება ეს იყოს სიმართლე? თუ ეს არის კიდევ ერთი თეორია, კიდევ ერთი ვერსია, რომელიც არასოდეს დადასტურდება. 1990-იანი წლების შუა პერიოდში საქართველოში მოხდა რამდენიმე სხვა პოლიტიკური მკვლელობა. ზურაბ ჟვანია, მერაბ კოსტავა, სხვა ეროვნული ლიდერები, ყველა მათგანი მოკვდა საეჭვო გარემოებებში. ზოგიერთი ოფიციალურად იყო უბედური შემთხვევა, სხვები, თვითმკვლელობა, კიდევ სხვები, ავტოკატასტროფა. მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში იყო რაღაც საერთო, ყველა ეს ადამიანი იყო პოტენციური მოწინააღმდეგი შევარდნაძის ხელისუფლებისთვის. ყველა მათგანი იყო პოპულარული, ყველა მათგანი ჰქონდა მხარდამჭერები, ყველა მათგანი შეეძლო გამხდარიყო რეალური საფრთხე. და ყველა მათგანი მოკვდა იმ პერიოდში, როდესაც შევარდნაძე აკონსოლიდებდა ძალაუფლებას. ეს იყო დამთხევა. თუ ეს იყო სისტემა, ჩანტურიას ოჯახი არასოდეს შეწყვეტდა ბრძოლას სიმართლისთვის. მისი ქვრივი, მისი შვილები, მისი პარტიის წევრები, ყველა მათგანი აგრძელებდა მოთხოვნას საქმის ხელახალ გახსნას, მოთხოვნას ახალი გამოძიებას.
1990-იანი წლების ბოლოს 2000-იანი წლების დასაწყისში 2000-იანი წლების შუა პერიოდში ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში იცვლებოდა ხელისუფლება, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ახალი ხელისუფლება გახსნიდა საქმეს, გამოავლენდა სიმართლეს. მაგრამ ყოველ ჯერზე იყო იგივე პასუხი: საქმე ძალიან ძველია, მტკიცებულებები დაკარგულია, მოწმეები მოკვდნენ ან გაქრნენ. ყოველ ჯერზე იყო ახალი მიზეზი, რატომ არ შეიძლებოდა საქმის ხელახალ გახსნა. და ყოველ ჯერზე ჩანტურიას ოჯახი რჩებოდა პასუხების გარეშე. 2010-იან წლებში საქართველოში დაიწყო ახალი ტალღა ინტერესისა ჩანტურიას საქმის მიმართ. ახალი თაობა ჟურნალისტებისა და გამომძიებლებისა დაიწყო საკუთარი კვლევა. ისინი ცდილობდნენ მოეძიებნათ ძველი მოწმეები, ცდილობდნენ გაერკვიათ არქივებში, ცდილობდნენ აღედგინათ ის, რაც მოხდა 1993 წლის დეკემბერში. და ისინი აღმოაჩინეს რამდენიმე ახალი დეტალი. პირველი, რამდენიმე ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, რომლებიც ახლა იყვნენ პენსიაზე, თანახმა გახდნენ საუბრისთვის. ისინი ამბობდნენ, რომ ჩანტურიას მკვლელობის შესახებ იყო ინფორმაცია უშიშროების სტრუქტურებში, მაგრამ ეს ინფორმაცია არასოდეს არ გადაეცა გამომძიებლებს. მეორე, რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც აღმოჩნდა ძველ არქივებში, მიუთითებდა იმაზე, რომ ჩანტურია იყო თვალთვალის ქვეშ რამდენიმე თვის განმავლობაში მკვლელობამდე. მესამე, ერთმა ყოფილმა მძღოლმა, რომელიც მუშაობდა სამთავრობო ავტობაზაში, თქვა, რომ ხედავდა, როგორ გამოიყენეს სამთავრობო მანქანები იმ დღეს, როდესაც მოკლეს ჩანტურია. მაგრამ ყველა ეს დეტალი კვლავ არ იყო საკმარისი, რომ დაედგინა, ვინ იდგა მკვლელობის უკან. 2014 წელს ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. მისი სიკვდილით ბევრმა იმედოვნა, რომ ახლა გაიხსნებოდა არქივები, რომ ახლა გამოვიდოდა სიმართლე. მაგრამ არაფერი გაიხსნა. არქივები, რომლებიც შეეხებოდა 1990-იან წლებს, კვლავ იყო დახურული. დოკუმენტები, რომლებიც შეეძლოთ სინათლის მოფენა ჩანტურიას მკვლელობაზე, კვლავ იყო მიუწვდომელი. ოფიციალური ახსნა იყო, რომ ეს დოკუმენტები შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას, რომ მათი გამოქვეყნება შეეძლო საფრთხე შეექმნა ეროვნული უშიშროებისთვის. მაგრამ რა სახელმწიფო საიდუმლოება შეიძლებოდა იყოს 30 წლის შემდეგ? რა ეროვნული უშიშროება იყო საფრთხეში? თუ სინამდვილეში ეს დოკუმენტები იცავდა არა ეროვნულ უშიშროებას, არამედ იმ ადამიანების რეპუტაციას, რომლებიც კვლავ იყვნენ ცოცხალი, კვლავ იყვნენ ძალაუფლებაში, კვლავ იყვნენ გავლენიანი. დღეს 30 წლის შემდეგ ჩანტურიას მკვლელობა კვლავ რჩება ამოუხსნელად. მისი ოჯახი კვლავ ელის სიმართლეს. მისი მხარდამჭერები კვლავ მოითხოვენ სამართლიანობას. მაგრამ ყოველი წელი, რომელიც გადის, ამცირებს შანსს, რომ ეს სიმართლე ოდესმე გახდება ცნობილი. მოწმეები კვდებიან, დოკუმენტები იკარგება, მეხსიერება ქრება. და იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან სიმართლე, აქვთ ყველა მიზეზი, რომ შეინარჩუნონ სიჩუმე. რადგან ეს სიმართლე არის საშიშო. ეს სიმართლე შეიძლება დაამხოს არა მხოლოდ ინდივიდუალური რეპუტაციები, არამედ მთელი სისტემა, რომელიც აშენდა 1990-იან წლებში. სისტემა, რომელიც კვლავ არსებობს, კვლავ ფუნქციონირებს, კვლავ იცავს საკუთარ თავს. მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დღეს? რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩანტურიას მკვლელობაზე 30 წლის შემდეგ? რადგან ეს არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ იცავს თავს ძალაუფლება, როგორ ანადგურებს ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც ემუქრებიან მას. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი გადაწყვეტილება ითანამშრომლო კაცთან, რომელსაც არასოდეს უნდა ენდო, გახდეს ფატალური. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იდეალიზმი და პრინციპულობა გახდეს სისუსტე იმ სამყაროში, სადაც მართავს ძალა და ცინიზმი. და ეს არის ისტორია, რომელიც კვლავ აქტუალურია დღეს, რადგან ის სისტემა, რომელმაც მოკლა ჩანტურია, არ გაქრა. ის მხოლოდ შეიცვალა, ადაპტირდა, გადარჩა. ჩანტურიას ტრაგედია იყო ის, რომ ის სჯეროდა სიმართლის ძალას. ის სჯეროდა, რომ თუ ხალხს ეცოდინებოდა სიმართლე, ხალხი აირჩევდა სწორს. ის სჯეროდა, რომ დემოკრატია მუშაობს, რომ კანონი მუშაობს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს. მაგრამ ის არ ითვალისწინებდა, რომ იმ სამყაროში, სადაც ის ცხოვრობდა, ეს წესები არ მუშაობდა. იმ სამყაროში მართავდა სხვა წესები, ძალის წესები, შიშის წესები, საიდუმლო შეთანხმებების წესები. და ვინც არ ესმოდა ეს წესები, ვინც ცდილობდა თამაშს სხვა წესებით, ის წაგებული იყო თავიდანვე. ჩანტურია იყო წაგებული თავიდანვე, მაგრამ ის არ იცოდა ამის შესახებ. ის ფიქრობდა, რომ იბრძოდა სამართლიანი ბრძოლისთვის. ის არ იცოდა, რომ ის იბრძოდა ბრძოლაში, სადაც მეორე მხარე არ იცავდა არანაირ წესებს.
დღეს, როდესაც ვუყურებთ ჩანტურიას ფოტოებს, როდესაც ვკითხულობთ მის სიტყვებს, როდესაც ვისმენთ მის გამოსვლებს, ვხედავთ ადამიანს, რომელიც სავსე იყო იდეებით, სავსე იყო ენერგიით, სავსე იყო რწმენით. ადამიანს, რომელიც მართლაც სჯეროდა, რომ შეეძლო შეეცვალა საქართველო, რომ შეეძლო აშენა ახალი ქვეყანა, სადაც მართავდა კანონი და არა ძალა. მაგრამ ვხედავთ აგრეთვე ადამიანს, რომელიც გააკეთა ფატალური შეცდომა. ადამიანს, რომელმაც ენდო იმას, ვისაც არასოდეს არ უნდა ენდო. ადამიანს, რომელმაც ფიქრობდა, რომ შეეძლო თამაში იმ დონეზე, სადაც ის არასოდეს არ ყოფილა. და ვხედავთ ადამიანს, რომელმაც გადაიხადა უმაღლესი ფასი ამ შეცდომისთვის. რას ასწავლის ჩანტურიას ისტორია? ის ასწავლის, რომ პოლიტიკა არის საშიშო თამაში. რომ ძალაუფლება არის სასტიკი და უმოწყალო. რომ იდეალიზმი მარტო არ არის საკმარისი. რომ ზოგჯერ სიმართლე არ არის საკმარისი. რომ ზოგჯერ უნდა იცოდე, როდის უნდა დაიხიო, როდის უნდა დაელოდო, როდის უნდა იბრძოლო. მაგრამ ის ასწავლის აგრეთვე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ დაიხევენ, რომლებიც არ დაელოდებიან, რომლებიც იბრძვიან ბოლომდე. ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ უმაღლესი ფასი საკუთარი რწმენისთვის. და ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წაგებულები არიან მოკლევადიან პერსპექტივაში, არიან გამარჯვებულები გრძელვადიან პერსპექტივაში. რადგან ისინი ტოვებენ მაგალითს, ტოვებენ მემკვიდრეობას, ტოვებენ ინსპირაციას მომავალი თაობებისთვის. 1984 წლის გაზაფხულზე საქართველოში იწყება რაღაც, რაც ოფიციალურად არასოდეს არ დაფიქსირებულა. უშიშროების არქივებში, რომლებიც დღემდე დახურულია საზოგადოებისთვის, ინახება დოკუმენტები კოდით ოპერაცია სისუფთავე. ეს დოკუმენტები, რომლებზეც წვდომა აქვს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, შეიცავს სიას ადამიანებისა, რომლებიც ითვლებოდნენ საფრთხედ ახალი ხელისუფლებისთვის. ჩანტურიას სახელი იყო ამ სიაში პირველ ადგილზე, მაგრამ არა ერთადერთი. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ სიიდან 5 ადამიანი მოკვდა საეჭვო გარემოებებში. ყველა მათგანი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ყველა მათგანი ჰქონდა მასიური მხარდაჭერა, ყველა მათგანი აკრიტიკებდა შევარდნაძეს. რატომ არ ისაუბრა არავინ ამ სიის შესახებ? ვინ შეადგინა ეს სია? და რატომ 30 წლის შემდეგაც ეს დოკუმენტები რჩება დახურული? ერთ-ერთი ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც დღეს ცხოვრობს საზღვარგარეთ და ითხოვს სრულ ანონიმურობას, პირველად საუბრობს ამ ოპერაციის შესახებ. მისი ხელები ძრწის, როდესაც იხსენებს იმ დღეებს. ის ამბობს, რომ ოპერაცია სისუფთავე დაიწყო 1983 წლის ოქტომბერში, ზუსტად 2 თვით ადრე, ვიდრე მოკლეს ჩანტურიას. ოპერაციას ხელმძღვანელობდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგებოდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტებისგან. ეს ჯგუფი არ იყო ოფიციალურად რეგისტრირებული, არ ჰქონდა ოფიციალური სახელწოდება, არ ჩანდა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. მათი არსებობის შესახებ იცოდა მხოლოდ ძალიან ვიწრო წრე, 7 ან 8 ადამიანი მთელ საქართველოში. ამ ჯგუფს ჰქონდა უნიკალური უფლებამოსილება, ისინი შეეძლოთ მოქმედება ნებისმიერი კანონის მიღმა, ნებისმიერი კონტროლის მიღმა. ისინი იყვნენ უხილავი ხელი, რომელიც ასუფთავებდა პოლიტიკურ ველს ყველა არასასურველი ელემენტისგან. ეს ოფიცერი იხსენებს ერთ შეხვედრას, რომელიც მოხდა 1983 წლის ნოემბერში. შეხვედრა იყო დახურულ ვილაში თბილისის გარეუბანში, ვილაში, რომელიც არ ჩანდა არც ერთ რუკაზე, არ ჰქონდა ოფიციალური მისამართი. იმ შეხვედრაზე იყვნენ 6 ადამიანი, 3 ქართველი უშიშროების მაღალი ჩინოსანი და 3 უცხოელი მრჩეველი. ისინი განიხილავდნენ პრობლემურ ფიგურებს, ასე უწოდებდნენ ისინი ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. ჩანტურიას სახელი იყო პირველი სიაში. ოფიცერი ამბობს, რომ ერთ-ერთმა უცხოელმა მრჩეველმა, რომელიც საუბრობდა რუსულ აქცენტით, თქვა, ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი საფრთხე. ის ძალიან პოპულარულია, ძალიან პრინციპულია, ძალიან შეუპოვარია. ის არ შეიძლება იყოს კონტროლირებული, არ შეიძლება იყოს შეძენილი, არ შეიძლება იყოს დაშინებული. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკაში. შეხვედრის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება. ოფიცერი არ ამბობს კონკრეტულად რა იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის ამბობს, რომ ყველამ იცოდა რას ნიშნავდა ეს. მომდევნო კვირების განმავლობაში ჩანტურიას თვალთვალი გახდა ინტენსიური. არა უბრალოდ თვალთვალი, არამედ სრული მონიტორინგი, ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი მისი შეხვედრა, ყოველი მისი ტელეფონის ზარი. ოფიცერი ამბობს, რომ ჩანტურიას ირგვლივ იყო მთელი ქსელი ინფორმატორებისა, ადამიანები, რომლებსაც ის თვლიდა მეგობრებად, თანამშრომლებად, მხარდამჭერებად. ზოგიერთი მათგანი მუშაობდა უშიშროებაზე წლების განმავლობაში, სხვები იყვნენ ახლად დაქირავებულები, კიდევ სხვები მუშაობდნენ შიშის ან შანტაჟის გამო.
ჩანტურია არ იცოდა, რომ მისი უახლოესი წრე იყო გაჟღენთილი ამ ადამიანებით. ის არ იცოდა, რომ ყოველი მისი გეგმა, ყოველი მისი გადაწყვეტილება, ყოველი მისი მოძრაობა იყო ცნობილი იმათთვის, ვინც აპირებდა მის მოკვლას. 1983 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩანტურია იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოგზაურობს დასავლეთ საქართველოში. ეს გადაწყვეტილება არ იყო სპონტანური, ის გეგმავდა ამ მოგზაურობას რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაგრამ რაც ჩანტურია არ იცოდა, ის იყო ის, რომ ამ გეგმის შესახებ იცოდა უშიშროების სპეციალურმა ჯგუფმა. უფრო მეტიც, ისინი არა მხოლოდ იცოდნენ, არამედ აქტიურად აკონტროლებდნენ ამ გეგმის განხორციელებას. ოფიცერი ამბობს, რომ ერთ-ერთი ჩანტურიას ახლობელი თანამშრომელი, რომელიც დღეს უკვე გარდაცვლილია, მუშაობდა უშიშროებაზე. სწორედ ამ ადამიანმა დაარწმუნა ჩანტურია, რომ მოგზაურობა იყო აუცილებელი, რომ დასავლეთ საქართველოში მისი მხარდამჭერები ელოდნენ მას, რომ ეს იყო კარგი შესაძლებლობა პოლიტიკური კაპიტალის გასაზრდელად. სწორედ ამ ადამიანმა დაგეგმა მარშრუტი, დაგეგმა შეხვედრების გრაფიკი, დაგეგმა ყველაფერი. და სწორედ ეს მარშრუტი, ეს გრაფიკი გადაეცა სპეციალურ ჯგუფს. დეკემბრის 9-ს ჩანტურია ტოვებს თბილისს. მასთან არიან მისი მძღოლი და ერთი მცველი. ისინი მიემგზავრებიან ბორჯომისკენ, სადაც დაგეგმილი იყო პირველი შეხვედრა. გზა გადის მთიან რაიონებში, გადის იმ ადგილებში, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, სადაც მობილური კავშირი არ არსებობს, სადაც უახლოესი პოლიციის განყოფილება არის ათობით კილომეტრის მოშორებით. იდეალური ადგილი იმისთვის, რაც უნდა მოხდეს. ოფიცერი ამბობს, რომ სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე იყვნენ პოზიციებზე 2 დღით ადრე. ისინი იცოდნენ ზუსტად, რომელ გზას გაივლიდა ჩანტურიას მანქანა, იცოდნენ ზუსტად, რომელ დროს, იცოდნენ ზუსტად, სად იქნებოდა ყველაზე კარგი ადგილი თავდასხმისთვის. ისინი ჰქონდათ სამხედრო იარაღი, ჰქონდათ კომუნიკაციის საშუალებები, ჰქონდათ სარეზერვო გეგმები. ეს არ იყო იმპროვიზაცია, ეს იყო სამხედრო ოპერაცია. დეკემბრის 12-ს დაახლოებით მეორე საათზე შუადღისას ჩანტურიას მანქანა მიუახლოვდება ადგილს, რომელიც შერჩეული იყო თავდასხმისთვის. ეს არის გზის მონაკვეთი ახალციხესა და ბორჯომს შორის მონაკვეთი, სადაც გზა გადის ტყის გავლით, სადაც ხილვადობა შეზღუდულია, სადაც არ არის სახლები, არ არის ადამიანები. უცებ გზაზე გამოჩნდება 2 მანქანა, ერთი წინიდან, ერთი უკნიდან. ისინი ბლოკავენ ჩანტურიას მანქანას. მძღოლი ცდილობს გაჩერებას, მაგრამ უკვე გვიანია. თავდამსხმელები იწყებენ სროლას. ისინი სროლენ არა შემთხვევით, არამედ მიზანმიმართულად, ისინი სროლენ მძღოლის მხარეს, სროლენ მცველის მხარეს, სროლენ ჩანტურიას მხარეს. ეს არის არა დაშინება, არა გაფრთხილება, არამედ ეგზეკუცია. რამდენიმე წუთში ყველაფერი მთავრდება. სამივე ადამიანი მკვდარია. თავდამსხმელები ამოწმებენ, რომ ყველა მოკვდა, შემდეგ ქრებიან. მთელი ოპერაცია გრძელდება 5 წუთზე ნაკლებ ხანს. ოფიცერი ამბობს, რომ თავდამსხმელები იყვნენ პროფესიონალები, არა ქართველები, არამედ უცხოელები, სავარაუდოდ რუსი სპეცნაზის ყოფილი წევრები. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში სპეციალურად ამ ოპერაციისთვის, დარჩნენ რამდენიმე დღე, შეასრულეს დავალება და დაბრუნდნენ. მათი იდენტობა არასოდეს არ გამოვლინდა, მათი არსებობა არასოდეს არ დადასტურდა. ისინი იყვნენ მოჩვენებები, რომლებიც მოვიდნენ, მოკლეს და გაქრნენ. ოფიცერი ამბობს, რომ ამ ადამიანებს გადაუხადეს დიდი თანხა, რომელიც მოვიდა არა საქართველოს ბიუჯეტიდან, არამედ სპეციალური ფონდებიდან, რომლებიც არ ჩანდა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. ეს იყო ფული, რომელიც არ არსებობდა ოფიციალურად, ფული, რომელიც გამოიყენებოდა სპეციალური ოპერაციებისთვის, რომლებიც არასოდეს არ უნდა გახდეს ცნობილი. მაგრამ რატომ ამბობს ეს ოფიცერი ყველა ამას ახლა, 30 წლის შემდეგ? რატომ გადაწყვიტა მან, რომ დაარღვიოს სიჩუმე? ის ამბობს, რომ აღარ შეუძლია ცხოვრება ამ საიდუმლოებით. ის ამბობს, რომ ყოველ ღამე ხედავს ჩანტურიას სახეს, ხედავს იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც მოკვდნენ იმ ოპერაციაში. ის ამბობს, რომ იცის, რომ ის თვითონ არის თანამონაწილე, რომ მისი სიჩუმე ხდის მას თანამონაწილედ. ის ამბობს, რომ სურს, რომ სიმართლე გახდეს ცნობილი, სანამ ის თვითონ მოკვდება. მაგრამ ის ამბობს აგრეთვე, რომ ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ იცის, რომ ის სისტემა, რომელმაც მოკლა ჩანტურია, კვლავ არსებობს. იცის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ოპერაცია სისუფთავე, ზოგიერთი მათგანი კვლავ არის ძალაუფლებაში, კვლავ არის გავლენიანი, კვლავ შეუძლია მოკლა. ის ამბობს, რომ ამიტომ საუბრობს ანონიმურად, ამიტომ ცხოვრობს საზღვარგარეთ, ამიტომ იცვლის ადგილს ყოველ რამდენიმე თვეში. შეიძლება ვენდოთ ამ ადამიანს. შეიძლება ეს იყოს სიმართლე.
თუ ეს არის კიდევ ერთი ისტორია, კიდევ ერთი ვერსია, რომელიც არასოდეს დადასტურდება. ჩანტურიას მკვლელობის შემდეგ საქართველოში დაიწყო რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს დიდი შიში. ეროვნული მოძრაობის ლიდერები, რომლებიც ადრე საჯაროდ აკრიტიკებდნენ შევარდნაძეს, უცებ გაჩუნდნენ. ზოგიერთი მათგანი დატოვა ქვეყანას, სხვები გადავიდნენ ჩრდილში, კიდევ სხვები უბრალოდ შეწყვიტეს პოლიტიკური აქტივობა. ის ადამიანები, რომლებიც ადრე საუბრობდნენ დემოკრატიაზე, ეროვნულ ღირსებაზე და მოუკიდებლობაზე, უცებ გახდნენ ძალიან ფრთხილები, ძალიან ზომიერები, ძალიან ლოიალურები. რატომ? რადგან ყველამ გაიგო მესიჯი. მესიჯი იყო მკაფიო, თუ გააგრძელებთ წინააღმდეგობას, თუ გააგრძელებთ კრიტიკას, თუ გააგრძელებთ ბრძოლას, თქვენ შეიძლება მოხვდეთ იმავე ბედს, რაც ჩანტურიას მოხვდა. და ეს მესიჯი იმუშავა. ის იმუშავა იმიტომ, რომ ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება მზად იყო წასულიყო ბოლომდე, მზად იყო მოეკლა საკუთარი მოწინააღმდეგეები, მზად იყო გამოეყენებინა ნებისმიერი საშუალება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 1984 წლის გაზაფხულზე შევარდნაძე აკონსოლიდებს ძალაუფლებას. ის ქმნის ახალ უშიშროების სტრუქტურებს, ნიშნავს ახალ ადამიანებს გასაღებ პოზიციებზე, აკონტროლებს მედიას, აკონტროლებს ბიზნესს, აკონტროლებს ყველაფერს. ის აშენებს სისტემას, რომელიც ემყარება არა კანონს, არა დემოკრატიას, არამედ ძალას, შიშს, პირად ლოიალობას. და ეს სისტემა მუშაობს. ის მუშაობს იმიტომ, რომ ყველა იცის, რა ხდება იმათთან, ვინც ცდილობს წინააღმდეგობას. ყველა იცის ჩანტურიას ისტორია. ყველა იცის, რომ ეს ისტორია შეიძლება გამეორდეს. და ეს ცოდნა, ეს შიში ხდება ძირითადი ინსტრუმენტი კონტროლისთვის. არ სჭირდება მოკლა ყველა მოწინააღმდეგისა, საკმარისია მოკლა ერთისა, რომ დანარჩენები გაჩუნდნენ. მაგრამ ჩანტურიას მკვლელობამ ჰქონდა აგრეთვე სხვა შედეგი, რომელიც შევარდნაძემ შესაძლო არ გაითვალისწინა. ჩანტურია გახდა სიმბოლო, გახდა მარტვილი, გახდა ლეგენდა. მისი სახელი გახდა სინონიმი პრინციპულობისა, გაუტანლობისა, მსხვერპლისა. ახალი თაობა ქართველებისა, რომლებიც არ იცნობდნენ ჩანტურიას პირადად, იწყებენ მის შესწავლას, იწყებენ მისი იდეების შესწავლას, იწყებენ მისი მაგალითის მიბაძვას. ჩანტურია ხდება ის, რაც ყოველი დიქტატორი ეშინია, ის ხდება იდეა, რომელიც არ შეიძლება მოკლა. შეიძლება მოკლა ადამიანი, მაგრამ არ შეიძლება მოკლა იდეა. შეიძლება დაჩუმება ხმა, მაგრამ არ შეიძლება დაჩუმება მეხსიერება. და ჩანტურიას მეხსიერება რჩება ცოცხალი, რჩება ძლიერი, რჩება ინსპირაციის წყარო მომავალი თაობებისთვის. დღეს, როდესაც ახალგაზრდა ქართველები საუბრობენ დემოკრატიაზე, ეროვნულ ღირსებაზე, პრინციპულობაზე, ისინი ხშირად იხსენებენ ჩანტურიას. ისინი იხსენებენ მას როგორც ადამიანს, რომელმაც არ დაიხია, რომელმაც არ შეეშინდა, რომელმაც გადაიხადა უმაღლესი ფასი საკუთარი რწმენისთვის. ისინი იხსენებენ მას როგორც მაგალითს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი, არა ლიდერი, რომელიც ეძებს ძალაუფლებას, არამედ ლიდერი, რომელიც ემსახურება იდეას, ემსახურება ხალხს, ემსახურება ქვეყანას. და ეს მეხსიერება, ეს მაგალითი არის რაღაც, რასაც არც ერთი დიქტატორი, არც ერთი რეპრესიული სისტემა ვერ გაანადგურებს. რადგან ეს არის რაღაც, რაც ცხოვრობს არა დოკუმენტებში, არა არქივებში, არამედ ადამიანების გულებში, ადამიანების გონებაში, ადამიანების სულში. ჩანტურიას ისტორია არის ტრაგიკული, მაგრამ ის არის აგრეთვე ინსპირაციული. ის არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი შეცვალოს ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება მოკლე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრძოლა დამარცხდა მოკლევადიან პერსპექტივაში. ის არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იდეები გადარჩეს ადამიანების სიკვდილის შემდეგაც. ის არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიმართლე, მიუხედავად ყველა რეპრესიისა, ყველა ცენზურისა, ყველა შიშისა, მაინც იპოვოს გზა ხალხამდე. და ის არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მსხვერპლი გახდეს საფუძველი მომავალი თაობების ბრძოლისთვის. რას ნიშნავს ჩანტურიას მემკვიდრეობა დღეს, 30 წლის შემდეგ? ის ნიშნავს, რომ არსებობენ ღირებულებები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცხოვრება. ის ნიშნავს, რომ არსებობს პრინციპები, რომლებზეც არ შეიძლება კომპრომისი. ის ნიშნავს, რომ არსებობს ბრძოლა, რომელიც ღირს ყველა რისკის აღება. და ის ნიშნავს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ უმაღლესი ფასი ამ ღირებულებებისთვის, ამ პრინციპებისთვის, ამ ბრძოლისთვის. ჩანტურია იყო ერთ-ერთი ასეთი ადამიანი. და მისი ისტორია, მისი მაგალითი, მისი მსხვერპლი რჩება როგორც შეხსენება, როგორც გამოწვევა, როგორც ინსპირაცია ყველა მომავალი თაობისთვის.